ხო? დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი ჩვენ სტუმართან ერთად განვიხილავთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ლევან მამალაძეა ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ბატონ ლევან. მოგესალმებით. მივესალმები მაყურებლებს, მედელებს, მადლობა მოწვევისთვის. გაიხარეთ. ბატონ ლევან, აი ხა რასაც ჩვენ უყურებთ, აი მინდა რომ შევეხოთ ამ ბიზნესის თემას რა. ესე იგი საქართველოს ინდუსტრიული ქვეყანა კი იყო ადრე, მაგრამ სამწუხაროდ ეხლა აღარ არის. ეს ფაბრიკა, ქარხნები, რომლითაც გუგუნებდა, ყველა ფაქტობრივად არა, მაგრამ დიდი ნაწილი დაიკეტა. ხო და ძირითადი ფინანსური ნაკადები, რითაც უნდა შემოვიდეს, ეს არის ტურიზმი, სასტუმრო, რესტორნები, რომლებიც ერთმანეთშია გადაჯაჭვული და ახლა აქ არავინ აღარ მოდის, იმიტომ რომ ქვეყანაში არეულობა. და ამ დროს ეს ხალხი, ვინც ამ ბიზნესშია დაკავებული, ისევ ხელისუფლებას უპირისპირდება, რომ თქვენი ბრალიაო, ესო რომ რა ხდებაო, იმიტომ რომ გამოუშვითო ის ხალხიო, ვინცო ეს თბილისი გადაწვაო და არჩევნები ჩაატარეთ ხელახლა. ნუ ყველაზე არ ვამბობ, რომ ყველა ბიზნესმენი ამას იტყვის, მაგრამ რაღაც ნაწილი. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რა უნდა მოხდეს, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლება, იმიტომ რომ ჩვენ ვატყობთ, რომ პარალიზებულია მთელი ქალაქი. მარტო ბიზნესს ხო არ ადგება ზიანი. ყველა მოქალაქე, რომელიც სახში ბრუნდება, ვერ ბრუნდება, იმიტომ რომ ისედაც საცობებია და კიდევ უფრო მეტად ჭირს მოძრაობა ქალაქში. ფული არ შემოდის, ტურისტები არ არის, არასტაბილურობა და ვისაც ფული ჩადება უნდა, კიდე ისიც არავინ არ ჩადებს, ასეთ არასტაბილურ ქვეყანაში ვინ უნდა ჩადოს ფული. აი გამოსავალი რა არის თქვენი აზრით, რომ ყველაფერს ხო დასაწყისი აქვს და დასასრულიც ხო უნდა ქონდეს რა? ეს ბოლო პერიოდში მიმდინარე სიტუაციები საკმაოდ ძიმედ აისახება თქვენ სწორედ აღნიშნეთ ჩვენს ეკონომიკაზე და რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. ხლა ჩვენ თუ შევხედავთ იმას, რომ ზოგს გონია, რომ რაღაც მიტინგზე გამოხვალ და ეს ამით მიტინგზე გამოსვლით არჩევნები დაინიშნება, ხელისუფლება შეიცვლება, ან ეს ევროკავშირი ადგება და რაღაც სასწაულს მოახდენს, ნუ ეს ილუზიები მე მგონი ბევრს უკვე აღარ აქვს ჩემის აზრით, მაგრამ აი შეცდომაში შეყვანილი, ზეგავლენის ქვეშ შეყვანილი ადამიანები საკმაოდ ბევრია. და მიზეზი ამისი არის ის არა მარტო პროპაგანდის მომენტი კი არ არის, არამედ მიზეზი ამისა ის არის, რომ ბევრ რაღაც მიმართულებაზე, ახალგაზრდობასთან მუშაობაში, განათლების სისტემაზე, იქვე ბიზნეს სფეროს წარმომადგენლებთან ურთიერთობაში, კულტურის სფეროს წარმომადგენლების ურთიერთობაში, როცა ზოგიერთი ბიზნესმენი გამოჩება, არ არის მართალი, ზოგიერთი თეატრის დირექტორი გამოდის, ზოგიერთი წამყვანი მსახიობი და რეჟისორი გამოდის და ამბობს, რომ მივდივარ მიტინგზე, იმიტომ რომ მინდა ევროპაში, წარმოიდგინეთ, ესე იგი ეს ინტელექტუალური ნაწილი ხომ არის. და მიტინგზე გასვლით ევროპაში შესვლა ეს როგორ უნდა ახსნათ, მაგრამ ეს ერთი ნაწილია პრობლემის. მეორე, რატომ არ მოხდა ამ ადამიანებთან მუშაობა. ესეთ ხშირად ჩვენ ესე უყურებთ საზოგადოებას, ანუ რაღაც ტრიბუნიდან, მაღალი ტრიბუნიდან გამოსვლა, ტელევიზიით განცხადებების გაკეთება, თუ გნებავთ მე რაღაც სხვადასხვა ტელევიზიით ამ განცხადებების წერილობითი გაშიფრვა და ჩამოყოლება, რომელიც კეთდება, ესე იგი, ამით თუ ეს მოხდება ზეგავლენა საზოგადოებას ეს საკმაოდ მცდარი წარმოდგენაა და ჩვენ დავინახეთ მიუხედავად დაგეგმილი სცენარისა, რომ უნდა სახალხო რაღაც ამბოხი მოხდარიყო, ეს ამბოხი ვერ მოხდა, მაგრამ ადამიანები ამ პროცესში ჩართულია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბევრი შეცდომები არის დაშვებული. ეხლა როცა ვამბობთ ჩვენ, ესე იგი, ჩვენი საზოგადოების ნაწილი, რომელიც გამოდის და ამბობს, რომ და ფაქტიურად შინაარსობრივად ჩვენ სახელმწიფოს უპირისპირდება, იმას კი არ ამბობენ, რომ მოდით ჩვენ ევროკავშირს მოთხოვოთ, რატო არ ღებულობთ საქართველოს, როცა საქართველოს სხვა კანდიდატთან შედარებით ბევრი დადებითი გადაწყვეტილება მიიღო და ფაქტიურად დააკმაყოფილა. იგივე უკრაინა თქვათ ის ომშია და ამით რაღაც შეღავათებს უკეთებენ. იგივე მოლდოვა, რომელსაც საერთოდ არც ერთი მონაცემი საქართველოსთან შედარებით და მაჩვენებელი, რომელსაც ევროკავშირი მოთხოვნების კუთხით უყენებდა, საქართველოსთან შედარებით აი ძალიან ჩამორჩენილი არის, ხო? და ასევე ის კანდიდატები, რომელიც ბალკანეთის ქვეყნებშია, ბოსნია-ჰერცეგოვინა და სხვები. და გამოდის, რომ ჩვენ ხო ხვდებით, რომ ეს უსამართლო დამოკიდებულება და ყველა ჩვენთან არსებული პოლიტიკური ჯგუფები იმაზე კი არ თანხმდებიან, რომ მოდი ჩვენ ევროკავშირს მოვთხოვოთ და სამართლიანი მიდგომა მოვთხოვოთ, რომ საქართველოს მიმართ მართლა არ იყოს რა ორმაგი სტანდარტები და ჩვენ ქვეყნის მიმართ გადაწყვეტილებები მიიღონ, არა სანქციებით ომით.
არამედ იმით, რომ სამართლიანად ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს მხარი დაუჭიროს. ეს ხო არ ხდება და ყველაფერი გადატანილი არის პოლიტიკურ ბრძოლაში. ყველაფერი პოლიტიკურ ბრძოლაში არის გადატანილი. და რა უნდა ვთქვათ ჩვენ ესე იგი იგივე მიტინგზე გამოსულ ადამიანს, რომელსაც ეს არაა გაცნობიერებული და გონია რომ იქ რაღაც მაშხალას რო ისროდნენ აქამდე და აზიანებდნენ სახელმწიფო ქონებას და აზიანებდნენ თქვათ სამართალდამცავ სტრუქტურებს, მე ამის შედეგად თვითონაც დაზიანდნენ და ძალიან ცუდი შედეგები მივიღეთ, რაც დაუშვებლად მიმაჩნია და ეს ძალიან მძიმე შედეგები გამოძიებული და დასჯილი უნდა იყოს. არა აქვს ნიშნობა რომელ მხარეს ვინ დაზარალდა. ყველა მოძალადე დასჯილი უნდა იყოს. მაგრამ შინაარსობრივად ხო ხედავთ რომ ჩვენ რაღაც აბსურდში შევდივართ. ეხლა დამოყვება კიდევ ამას. აი დავაკვირდეთ ხო? არც ერთი პოლიტიკური პარტია არ აყენებს საკითხს, რომ მოთხოვნები დაუყენოს ევროკავშირს, რომ ჩვენს მიმართ რატო არის უსამართლო, ესე იგი დამოკიდებულება. პირიქით, ეს პოლიტიკური პარტიები აკეთებენ იმას, რომ მოითხოვენ სანქციები დაუწესეთ. აი სანქციები დაუწესეთ და რატომ არის ეს ხო რაღაც სცენარია. მეხუთე კოლონა. ეს უკვე მეხუთე კოლონის დატვირთვა ზუსტად ეს არის. ანუ ის არის შეკვეთის შესრულება, რომ არა აქვს მნიშვნელობა რას დააყენებენ, თავარია ხელისუფლება უნდა მოიშორონ, თვითონ უნდა მოვიდნენ. ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ამაზე არის საუბარი და ჩვენ საზოგადოებას ხო კარგად უნდა ესმოდეს. ჩვენ არა ვართ იმ პირობებში, როცა ჩვენს მიმართ უნდა ვიცოდეთ რომ რაღაც სამართლიანი მიდგომა იქნება გამოყენებული. მე მახსენდება ეხლა ამ სცენარიდან გამომდა როგორ განვითარდა ხო ბოლო მომენტში როცა დააყენეს საკითხი და აი როგორ ელოდებოდნენ იცი რომ აი ვიზა ლიბერალიზაცია უნდა გაუქმებულიყო. ანუ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება იმიტომ უნდათ რომ ეს ხელვარების ახალ ტალღას წარმოშობდა და ამ ახალი ტალღის ქვეშ კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებდნენ ქვეყანას და აქედან გამომდინარე თქვათ ხელისუფლების შეცვლის რაღაც ახალი შესაძლებლობები გაჩნდებოდა. არ გავიდა არ გავიდა და ეს გააფორმეს ისე რომ რაღაც სხვა სანქციები თვითონ რაღაც ძალიან მძიმე იყო და მე მახსენდება კაია კალასის გამოსვლა რომელიც ახლა საგარეო ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხებს განაგებს ევროკავშირში მან თქვა რომ ეს კი ვერ მივიღეთ მაგრამ 29-მდეო აი გაიხსენეთ ყველგან დევს ის გამოსვლა 29 დეკემბრამდე კიდევ ძალიან ბევრი რამ მოხდება საქართველოში აღიარა ახლა წარმოიდგინეთ ახლა სცენარი როგორა გამოდის პრეზიდენტი ჯერ ატეხებს მთელი ამბავი რომ აი ახლა გამოცხადდება პრეზიდენტი ზურაბიშვილი რომელსაც უკვე გაუვიდა ვადა გამოცხადდება ესე იგი მიტინგზე შეკრიბეს ეგ მიტინგი და რა თქვა რომ ჩვენ შევიკრიბებითო მეხუთე კოლონოსთან ერთადო და არჩევნების დღეზე ვიმსჯელებთ აი ეს იყო შედეგი აი რა მდგომარეობაში აყენებს ამ ხალხს აი ცოტა რაღაცნაირად ხო უნდა გაიგოს ამ რასთანა გვაქვს საქმე ვინრისთვის იბრძვის არის ხალხი რომელიც გამოდის ზოგიერთი ახალგაზრდა ზოგიერთი რაღაცა სფეროს წარმომადგენელია ზოგიერთი რაღაც საზოგადოებრივ ტელევიზიას უტევს რაღაც სიტყვას ითხოვენ და მისცენ ეს სიტყვა რამდენიც უნდა იმდენი ალაპარაკ უკეთესი მგონია რამდენსაც უნდა აი შევიდე და დასვან და პირდაპირ ეთერი უნდა არა არის კიდევაც დათმობილი არა პირიქით ვიზა ხე რა ის ხო და დათმობილია კი დათმობილია მოზუმ პირველ არხზე კიდევაც ძიად აი ესე არა უნდა შევიდნენ აი ვისაც უნდა სურვილი აქვს ყველა უნდა გამა ხო და ეგრეა თავი უნდა დაიკმაყოფილონ არ არის ეგრე მე ესე გავა პირველ არხზე სულ ეგრე ზიან ხედეთ რომ არანდებთ დედა გამეგრია იქ ვიღაცები ხო დგანან და აი მე არ მომცეს და ყველა დასვან იმასაც ვერ იზამენ ამათ რო ეხა ესე გაუშვა იქ ოკრება ხო არ არის ეხა ზუსტად ეგ არის ზუსტად ეგ სხვა რა არის აბა ეს არის მეტი რა თქვენ სწორედ აღნიშნეთ რატო ვამბობ ამას ეხა ჯამში ესე იგი სცენარი როგორ იყო რომ ესე იგი დაძაბულობა შეექმნათ ვერ ქმნიან ამ დაძაბულობას და ეხლა 29-ში როცა უნდა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია მოხდეს მანამდე იქნება რამე შეძლონ იმაზე აქვს საუბარი რა უნდა შეძლო ხო მაინც ვერ შეძლებენ ჩატარდება ეს ინაუგურაცია და შედეგად რას მივიღებთ ხო სალომე ზურაბიშვილი არჩევნების დღეს ვერ აცხადებს ანუ თავი შეიწყვეტ რომზე გამოაცხადოს ის სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს და ეხლა შეიძლება ისე აღმოჩნდეს სააკაშვილის გვერდით მიჯდეს არა არაფერი გამორიცხული არა ჩვენ რაღაც გონია რომ ისე კაი სანახავი იქნება არა როგორ იცით ზოგს გონია რომ რაღაცა რეგალიები ადამიანს როას ის რაღაცა უპირობო ჭკვიანია და მისი სიტყვა ან ბოდიში ეხლა ბატონ ლევან აი საზოგადოებაში არის მიღებული ესეთი დოქტრინა რომ ესე იგი თუ ახალგაზრდა ხარ ახალგაზრდამ პასუხი არ უნდა აგოს ეს ხო მომავალი თაობაა
იმ გუშინაც ვამბობდი, იმ ახალგაზრდებმა დაამხეს 92-ში ხელისუფლება. ახალგაზრდები უწევდნენ მთავრობის სასახლეს. ხელოვანებმა თურმე არ უნდა აგონ პასუხი. ვიღაცა ჭიჭინაძეა დაჭერილი, არ ვიცი მე ვინ არის ეს რა გაუკეთებია, რა შეუქმნია. ანდრო ჭიჭინა არაო რატო დაიჭერეთ, ბიჭო. იგივე ის ხელოვნები იყვნენ ჩართული და თქვენს კარგად იცით იმ სახელმწიფო გადატრიალებაში, რომელიც მოხდა 90. ხო და ინდულგენცია არც სახიობობა, არც ახალგაზრდობა, არც პრეზიდენტობა. თუ ზარომე ზურაბიშვილი გამოაცხადებს იმას, რომ რაღაც ხელახალ არჩევნებს, ან რაღაც სისხლისამ, უკვე ფაქტობრივად იმუნიტეტი აღარ აქვს. აქამდე იმუნიტეტი იცავდა, ხო? და პრობლემა იყო მისი დაჭერა. ეხლა უკვე ინაუგურაციის მერე დაადონ ბორკილი და ეხლა ზოგი რო ამბობს, ეხლა მეორე პრეზიდენტსაც დაიჭერთ. მეორე კი რა, მესამეც უნდა დაიჭიროთ, თუ კი დასაჭერი იქნება. რატო რა, ვერ გავიგე. რამე ის არსებობს ისა, რაღაცნაირად, რაღაც სისხლისამართლის ალტერნატიული კოდექსი თუ რა ხდება? და ეს ის არის, გესმით რომ ბოდიშ და ეს იმიტომ მივიდი ჩვენ ამ სიტუაციამდე რომ დაუსჯელობის სინდრომი არის ქვეყანაში. აი ხა ეს რაც ახლა ხდება, ვინმეს რო გაეკეთებინა მიშას დროს, თქვენ წარმოგიდგენიათ რომ პოლიციელების ეგრე შეურაცხყოფა მიეყენებინათ, რომ პარლამენტი რო ესე ცეცხლი რო გაეკიდე, ხო გადაწვავდნენ და გადაბუგავდნენ ისინი მთელს მის მოდგმას, არა, ეგ რომ მიშას რეჟიმის წინააღმდეგ ვინმეს გაეკეთებინა, რასაც ახლა ესენი ბედავენ რა. ახლა უყურეთ манипуляციის მაგალითები თქვენ ბრძანეთ, ხო? ახლა იგივე სააკაშვილის დროს აქციის მონაწილეებს, მიტინგების მონაწილეებს არანაირი შეტევა პოლიციელებზე არ განუხორციელებიათ. სახელმწიფო ადმინისტრაციული შენობებისა თუ ქონების მიმართ დარღვევა და დაზიანება და განადგურება არ გაუკეთებიათ. იქ იყო ის ხალხი, მაშინ კარგად გახსოვთ კადრები და თავს დაესხა პოლიცია. აქ აი ეს ერთი მაგალითი. მეორე მაგალითი, როცა ეხლა რა ხდებოდა. თავს ესხმოდნენ მომიტინგეები და ეს ადამიანები ესროდნენ, წვავდნენ, კოქტეილების ისროლეს და ის მაშხალებს ისროდნენ და დაზიანდა ადამიანები და ამის შემდეგ ხდებოდა აი ამგვარი ძალადობრივი მოქმედების ჩახშობა და რა თქმა უნდა შეიძლება ვიღაცამ რაღაც გადააჭარბა, მაგრამ შედარება ხო უნდა მოხდეს ამასთან დაკავშირებით. ეხლა თქვენ ბრძანეთ 92 წელს. 92 წელს როცა იყო ეროვნული ხელისუფლება, მე მაშინ სტუდენტი ვიყავი და უბრალოდ 91-92 და მე პარლამენტის წევრი გავხდი, კარგად მახსოვს ესები, ჩემი ახმა ცოტა სხვანაირი იყო, ცოტა ესე ვიტყოდი, რომ არ იყო სიღრმისეული, იმიტომ რომ მაშინ ხელისუფლება რაღაცა თავის ნაწილს მოწყდა, დიდი გავლენა იყო სხვა ქვეყნების, ხო? იქ ხა ზარბაზანი რომ მოიტანეს, სახში ედგა ვინმე, ან კიტოვანს, ან ჯაბაიოსელიანს და რო ესროლეს თავრობის შენობას, ეს ხო დაგეგმილი იყო სამხედრო რაღაც ჩარევის მომენტები იყო და რა თქმა უნდა ბევრს არ ესმოდა რაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ის რომ მაშინდელმა ხელისუფლებმა საზოგადოების ერთ ნაწილთან, მათ შორის კულტურის სფეროსთან, რომელსაც მაშინ დიდი გავლენა ჰქონდა ინტელიგენციას, ესე დავადგა, კონფლიქტში მოვიდნენ და არ იმუშავა ხელისუფლება. დღესაც მინდა გითხრათ, მაგალითი მომყავს. საზოგადოების გარკვეულ ნაწილთან არ იმუშავა ხელისუფლება. აი ახლა რო შეხვდეთ ბიზნესმენებს, თქვენ მაგალითი აჩვენეთ, ხო? რატომ არ იყო შეხვედრა კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან? რატომ არ ტარდებოდა ეს შეხვედრები? მათ შორის ის ადამიანი რომელიც შეიძლება გაგაკრიტიკოს, მაგრამ შენ ხო უნდა აუხსნა შენი პოზიცია, ხო? რატოა სახელმწიფო ამ მდგომარეობაში? რა საფრთხეები არის? ანუ მუშაობის წარმართვა იგივე ექიმებთან, იგივე სპორტსმენებთან და ასე შემდეგ. რატომ ზოგიერთს რო უყურებ, ისეთ ადამიანს ხედავ ამ ხო შეიძლება რაღაცა ინტერესი წყავთ გამოყვანილი, მაგრამ იმისი გამოჩენა მაჩვენებელია იმისა, რომ რაღაცა ნაკლოვანები გაეპარა ხელისუფლებასაც. ესეც უნდა ითქვას. ამიტომ მათი მუშაობა იმით კი არ უნდა იყოს მარტო ეს განსაზღვრული რომ რაღაცა კაბინეტიდან და ტრიბუნიდან განცხადება გააკეთო. მუშაობა ჭირდება. ქალაქის ხელმძღვანელი იქნება, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი იქნება, სოფლის წარმომადგენელი, მას უნდა კონდეს ის ინფორმაცია, რომელიც მოსახლეობამდე დავა და კარგად აუხსნის ყველას რა მდგომარეობაში ვართ. და მდგომარეობა მარტივი არ არის. მე რატომ ვამბობ ისეთ რომ კი გავაკეთებ ჩვენ ანალიზს, აი შევხედოთ რა ხდება მსოფლიოში. დავაკვირდეთ, თლიანად იცვლება ყველაფერი. აბსოლუტურად განლაგება გეოპოლიტიკური გავლენების, წამყვანი სახელმწიფოების ინტერესების რღვევა გამოიწვია ამან და აქედან გამომდინარე გადალაგება მიმდინარეობს. გამოიკვეთა ჩინეთის ინტერესი, რუსეთის როგორც აი ყველაზე გამოკვეთილი სამხედრო ძალისა, რაც ფაქტია, ხომ?
და შეერთებული შტატების, რომელიც იყო ჯერ ლიბერალური ტალღის ყველაზე დიდი გამავრცელებელი და ეხლა ტრამპის მოსვლით აბსოლუტურად სიტუაცია იცვლება. და ამან შეიძლება ევროპაზე იმდენად დიდი ზეგავლენა მოახდინოს, რა დარჩება ევროპისგან კაცმა არ იცის და ჯერ კიდევ უკრაინისგან რა დარჩება კიდე კაცმა არ იცის. და ამ სიტუაციაში ახლა რას უყურებთ ჩვენ? აი კარგად შევხედოთ. ევროკავშირის ესეთი რისხვა რამ გამოიწვია რეალურად. იმიტომ რომ საქართველო წავიდა ლიბერალური ესე იგი მოძრაობის წინააღმდეგ. და ეს ის ქვეყანაა, რომელიც არ არის დაცული, პატარა ქვეყანა და როგორ გავბედეთ ეს. ანუ ამ ლიბერალური გავლენების სქემამ მთლიანად შეარყია საქართველოს პოზიციას, ეს შეარყია და არ გვპატიობენ ამას. და იმიტომ არის ეს უდიდესი დაფინანსება, ეხლა ისიც კი გამოაცხადეს, რომ რაღაც 120 მილიონზეა თუ არ ვთქვი ლაპარაკი, რომელიც ევროკავშირიდან უნდა მიიღოს საქართველოს და იძახიან ჩვენო არასამთავრობოების უნდა რისთვის აძლევენ. რისთვის აძლევს ევროკავშირი ამ თანხას თავისივე დაქირავებულ არასამთავრობო პირდაპირ გადატრიალებაზე. მაშინ საჭირო ყოფილა ხო კანონი, რომელიც მიიღეს. რითი უნდა დაიცვა სახელმწიფომ თავი? ან რატო ებრძვიან ამ კანონს, ან სახელმწიფოს, რომელიც ცდილობს თავი დავიცვათ, ხო? ჩვენ ხო უამრავი ისტორიული მაგალითები არა, ხა თქვენ რო თქვით, ბატონ ლევან, რომ მაგალითად ხელისუფლება არ ელაპარაკებაო იმას პროფესიულ წრეებსო. არ ვიცი, იყო შემოთავაზებები. აი მაგალითად ეხლა პრემიერმა უთხრა, აი სპორტსმენებზე რო არის საუბარი, ხო? უთხრა შოთა არველაძე გამოვიდა იქ აქციებზე, რომ აი ხელისუფლება იქ სხვა გზით მიდის და უთხრა მობწანდით, მოიყვანეთ ხალხი, თქვენ ვიც აკავთ. ეხლა იქ ვერცით რა არის, იქ ისეთი ჭრელი საზოგადოება, რომ იქ ეხლა ზოგი ხელოვნების ის ქვეშ არის ამოფარებული და ხელოვანი საერთოდ არ არის. ესენი ხელოვანს რას ეძახიან, მე არ ვიცი, ჯერ ეგრეთი ან რა შეუქმნიათ, ან რა გაუკეთებიათ, ხელოვანი ვარო იძახის კაცი და არაფერი კავშირი არ აქვს. პოეტი ვარო და პორნო პოეტის ის არის ფუძემდებელი. ხო და უთხრა არველაძეს, მოიყვანე შენ სპორტსმენები, აი ხო ხახართ მანდა და დავილაპარაკოთ, მიიწვია პრემიერმა. კაციშვილი არ მისულა. ხელოვნების მუშაკებზეც იყო ამდაგვარი რაღაც მოწოდებები, მაგრამ ესენი როგორ არიან, იცით? აი ხა მივიდნენ იქ პირველ არხზე, ხო, მიიპატიჟეს. ესე იგი, დიალოგი კონსტრუქციული კი არ გაიმართა. დათ აი თქვენ რო თქვით, უნდა და ყველ დათმობილი აქვს დღე და ღამე პირველ არხზე არიან ეგენი ნაცები. დღე და ღამე და გამოდიან დათმობილი აქვს იმ სიგიჟეებს ლაპარაკობენ რაც უნდა და ეს დიქტორი ხა ცინცაძე იმ დღეს ის აკა ცინცაძე ის და უყურებდა როგორ აგინებდნენ, ლანძღავდნენ ცალკე ისა და გამოვიდა ეს ქალბატონი ცინცაძე თქვა მეო აგერ სიამაქო მინდაო მაგალითად მოვიწვიო სხვადასხვა წარმომადგენლები, ოღონდ არა ნაცები რა, აქ ამხარის წარმომადგენლები. აი ეს ექსპერტები, რომლებიც აი საზოგადოების ინტერესს ვერ მოვიწვევ, იმიტომ რომ ბორდი არ მაძლევს უფლებას. ხანუ წარმოგიდგენია თქვენ პირველი არხი, მე საჭარის არხი, ეს ისინი ყველაფერი ამათ ხელშია. აი თქვენ რო თქვი, სახელმწიფო ისა თეატრის წარმომადგენლები არიან, კაცო. სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები არიან და იყენებენ ამ სახელმწიფოს შენობებს იმისათვის, იქ რო აი ეს დივერსიები განახორციელონ. მე ვფიქრობ, რომ მაგათთან დიალოგი კი არა, ცოტა ძალისმიერი მეთოდებია საჭირო, იმიტომ რომ პირველ რიგში რო შეიჭრნენ იქა ცემატყე პატეხეს, ლამის გალახის ხალხი, იქ რო მივარდნენ კიდე პარლამენტი რო ლამის გადაწვეს. რაღაცა მე მგონი აი შევარდნაძის პერიოდს არ გვაგონებს, რომ ცოტათი ლოიალური, აი შუქების გამორთვა ხდება ეხლა მაგალითად ენერგოპრო. გახსოვთ შევარდნაძის დროს შეთიშავდნენ შუქს და გაზს და მე რომ მოვიდა სააკაშვილი და ვითომ ახალი ელექტროსადგური და თბოელექტროსადგური აჩენა უცბად. ხო იცი, იყო უკუნითი და გაჩნდა ისაო, ხო და ესე იგი მოვიდა სააკაშვილი და შუქიც გაჩნდა და გაზიც და სპეციალურად არ უთხეს ფიდერისად იყო, ფიდერი. ხო და ყველაფერს თიშავდნენ, იგივე არის ეხლაც. ხო და რაღაცა იცით, მაშინ აი ეხა ერთი განსხვავება წინა ხელისუფლებასა და ამ მე ეხა ყველას პატივს ავცე, მაგრამ ჩვენ გვახსოვს იმ პარლამენტთან როგორ შეაფსილეს ჩაის როსვამ და შევარდნაძე ის მთელი ეს ნაცმოძრაობა, ხო? თუ დღევანდელმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღკვეთა მათი შესვლა პარლამენტში, მაშინ რატო ვერ აღკვეთეს, არა? და აქედან გამომდინარე, ცოტა კაცრი ხელი ხო არ არის საჭირო ბატონ ლევან, იმიტომ რომ მე არ მინდა რომ აი ის განმეორდეს რაც 92-ში და 2003-ში მოხდა. მით უმეტეს თქვენ 2003-ის უშუალო მომსწრე და თვითმხილველი ხართ. ჩემი პოზიცია არის ძალიან მკაფიო მაგასთან დაკავშირებით. კაცრზე არ არის, სტარს ლოიალურზე. უნდა იყოს კანონის უზენაესობა. კანონს ვიძახი, ხო აბა კაცრი ხარ ჩვენ დახრეტას ხო არ ვითხოვ. არა, მე რატომ მინდა ისეთ გავმარტო, ჩვენ არ აქვს მოგეთხრეს კანონის უზენაესობა, პირდაპირ გეტყვით. იმიტომ რომ ყველა ამას უკეთებს თავისებურ ინტერპრეტაციას. ზოგის მიმართ ყველაფერი არის საშინლად მკაცრი,
ზოგის მიმართ კიდე აბსოლუტურად ლოიალური. ეს არასწორია. ეს ბადებს ძალიან ბევრ პრობლემას პირდაპირ გეტყვით. ეხლა როცა თქვენ ბიზნესმენებზე ამბობდით, ხო? ფაქტი არ არის, რამდენ ბიზნესმენს დაუბრუნეს თავისი ქონება. რამდენ ადამიანს დაუბრუნეს საპროცესო გარიგებით წართმეული ქონება და ფინანსები და ერთადერთი ბინები და რამდენი ათასობით ადამიანი. და თუ კი ჯამში დათვლით მე ერთხელ მქონდა რაღაც ესეთი მიახლოებითი გათვლები მილიარდობით ლარი არის საპროცესო გარიგებით წასული, ბიუჯეტში კი არ არის შესული. მე და გავახსენოთ, ბიუჯეტში არ არის. ეს არის წასული კერძო ფონდებში, ერქვა პოლიციის ფონდი, პროკურატურის ფონდი, თავიდან საერთოდ ფირმებში უშვებდა და მერე ვითომ რაღაც შეალამაზეს და კერძო ფონდები და ბიზნეს თავისუფალი იყო ბაშტურა. პროკურატურა ვისია დღეს? ხო ხელისუფლების არის. რატო არ არის ეს გარკვეული? ვის აფარებენ ხელს? არ არიან ეს ადამიანები ზოგიერთი თანამდებობებზე დღესაც მუშაობენ და ხელისუფლების სახელით გამოდიან და ქვემოს მერე ძირს უთხრიან და სხვადასხვა უწყებებში პეტიციებს აწერინებენ ხელს და თვითონვე უშვებენ ამ მიტინგებზე. ვინ არის ამაზე პასუხი? თქვენ ახართ, მე ვარ. აი ეს არის და როცა არის ლაპარაკი კანონის უზენასწორობაზე, რატო არ მიეცა ამადემ, როცა ჩვენ გვინდა რომ რაღაც ერთიანი სახელმწიფოებრივი პოზიცია შევიმუშაოთ, რატო არ არის თანაბარი პირობები კანონის მიმართ? ეს უდიდესი სისტემური პრობლემა არის. როცა თქვენ ბრძანებთ მაგალითად პრემიერმა მოიწვია ძალიან სწორი გააკეთა, როცა ახალგაზრდები გამოვიდნენ და მათ რაღაც აი უკვე ძალადობრივი პროცესი დაიწყეს, სწორი ნაბეჯი იყო პრემიერმა მიმართ. მოდით, მითხარით რა გინდათ და ჩვენ გაგცემთ პასუხს. ეს მოხდა კრიზისულ მდგომარეობაში, მაგრამ კრიზისულ მდგომარეობამდე ვინ იმუშავა? სად იყო აი მაგალითად ელემენტარული პრევენცია უნივერსიტეტებში რა ხდება? ლექტორები ვინ არიან? რას ასწავლიან? არა, რატომ? ანუ ლექტორებთან ვიღაცამ ხო უნდა იმუშაოს, ეს ერთი. მეორე, კულტურის სფერო, განათლების სფერო, ჯანდაცვის სფერო, სოციალური სფერო, სამინისტროებია, უწყებები. არსებობს რამე საკონსულტაციო საბჭოები, სადაც ამ ხალხს დაუძახებენ, აზრს კითხავენ. შენ თუ შენი ადამიანი არ გახადე სახელმწიფო მართვის პროცესის თანამონაწილე, მოსაზრებების მიწოდების დონეზე მაინც ის მერე გაგინაწყენდება და მოგიტრიალდება უკან. ეს არ არის გაკეთები, ხო უნდა ვთქვა ჩვენ სიმართლე. რატომ არის ეხლა დღევანდელ მდგომარეობაში ყველას კარგად ეცმის? აი ჩვენს გარშემო რამდენი ადამიანი ტრიალებს და ჩვენ ვამბობთ რომ ხმა მივეცით ოცნებას, ხარი დაუჭირეთ ჩვენ სახელმწიფოს, მაგრამ რაღაცა წენა ბრუნდება ეხლა ან დაამყარეთ წესრიგი, ან რაღაც გადაწყვეტილება მიიღეთ, გამიგეთ? ბატონო, აი წესრიგის დამყარებაზე, ეხლა ჩვენ ხო ესე უსასრულოდ აი რითაც დავიწყე, ხო არ დაველოდებით ამას ესენი რო ქვეყანას დაანგრევენ, არა? ხედავთ აგერ, ესე იგი გადაკეტილია რუსთაველი 6 საათიდან, კაციშვილი მანქანით ვერ გადაადგილდება, ხო და ახლა მე მკაცრი ხელი, იმიტომ ვთქვი რომ ძელზე გაკვრას ხო არ ვითხოვთ. უნდა დაისაჯონ ეს ხალხი, ხა ჩვენ ახლა იმას ჭიშით რომ ვაიმე დასავლეთი რა სიტყვის, ვაიმე ის რა სიტყვის, ვაიმე ეს რა სიტყვის, ვინ დაუშვებს იმას რომ ცენტრალური გამზირი იყოს გადაკეტილი პარიზში ან ბერლინში ასეთ 26 დღე, ხო? ხო არ შეიძლება. ეხლა კაი ახალ წელს ეხლა ალბათ ეგენი ჭაბასმაზე გადავლენ და ცოტას მოიკოჭნებენ ალბათ. თუმცა არც ის არის გამორიცხული ახალ წელსაც იყოს გადაკეტილი რუსთაველი, ხო? მაგრამ ფული ხო აკლდება ქვეყანას, ხაზინაში ფული ხო აღარ შედის ამ ტურიზმიდან, იმიტომ რომ ვინ ჩამოვა ნორმალური ეხლა ამ ქვეყანაში, ხო და მე მგონი რომ აი ეს უკვე მე პირადად ამაზრზე ვარ რომ ეს ტელევიზიები, ნაც ტელევიზიები, რომლებიც პროპაგანდა, ანუ პირდაპირ მოწოდებებია ანტიკონსტიტუციური, უნდა დაიკეტოს. ეს უნივერსიტეტები, როგორც აი თურქეთში მოხდა, ფეთულა გულენისთან დაკავშირებული უნივერსიტეტები, ყველა აიგზალა, უნდა აიგზალოს ის უნდა აიგზალოს უნივერსიტეტები, გაძევებული უნდა იქნეს ეს ნაცები, ტელევიზიები უნდა დაიხუროს, იმიტომ რომ ეს ტელევიზიები სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადიან და პარტიებიც, რომლებიც არიან ამაზე მოწვეული. სხვადასხვა შეუძლებელია. არ ვიცი, აი მეთანხმები თუ არა, აბა ეხლა თან მე ეს ყველაფერი უნდა მოხდეს კანონიერად, რა თქმა უნდა, ისე რომ როგორც არის. ეხლა შევარდნაძესაც უნდოდა სხვათა შორის რუსთავი ორში შესვლა, იმიტომ რომ დანაშაულება რა არ მისცეს უფლება, ხო გვახსოვს რა? მაშინ ეს აღიქواس როგორც დემოკრატიაზე ხელის აღმართვა და ამ დროს რუსთავი ორი რო გამორთულიყო, შეიძლება არც არაფერი მომختارიყო, იმიტომ რომ ერთი კითხვა იმ შალიკო ნათელაშვილმა, რომ ეს ჰიტლერს რო ქონოდა რუსთავი ორი გერმანელები ვერც გაიგებდნენ ომი რო წააგესო და რუსთავი ორმა არ გააკეთა ვარდების რევოლუცია 2000-ში?
ჰიტლერს არანაკლები საშუალება ყავდა გებელსის მეშვეობით. ხო, მაგრამ ნუ ეხა ეს პირობითან. ხო, ხა რაცაც თქვენ ბრძანებთ, იცით, აი ძალიან სწორი აქცენტი არის მედია საშუალებების გავლენა საზოგადოებაზე, რამხელა გავლენას, манипуლირებების საშუალებები. აი დღეს ჩვენი საზოგადოება იმდენად დაზიანებულია, რომ ორ ნაწილად არის გაყეფული. ორი რეალობა გვაქვს, მოდი ესე ვთქვა. სად არის ბევრი და სად არის ნაკლები, მოდი ამას ნუ გავარჩევ. ერთი რეალობა ეს არის იმედის რომელიც უყურებს ესე იგი იმედის ტელევიზიას და ნახულობს რამ მიმდინარე პროცესში და სახელმწიფო ისიც არ არის პროდუქტიული იმედი. არა, მე პროდუქტიულობაზე არ ვიძახი, მე რეალობაზე ვიძახი. აი ვინც უყურებს იმას, ისმა ერთი რეალობაა და მეორე ტევე პირველი. ეს აბსოლუტურად სხვა რეალობა. ხა უყურეთ როგორ თან ტექნოლოგია როგორ არის. აი გავლენის თვალსაზრისით, როცა ბევრი ხალხი არის შეკრებილი იმაზე, რა ქვია, მიტინგზე და მანიფესტაციაზე, ხო, იღებენ დრონებით. და ჩვენ ბევრია. თუ არ არის ესე იგი ეს ბევრი ხალხი უჩვენებენ შიგნიდან რომ აი ესე ქვემოდან დაანახონ რომ სავსეა ხალხი და აი ესე იგი ზოგს გონია როცა ვინც მაყურებელია ამ მეხუთე კოლონის ტელევიზიების გონიას დაინგრა ქვეყანა ესე იგი აღარ არსებობს ყველა ესე იგი სფეროები ჩამოიშალა იქ ისე დონეზე დავიდნენ კალათბურთის მოყვარულთა მარში თუ რაღაცა ესეთი დაარქვეს და იმისი რა ქვია იმის ჰოკეის მოთამაშეთა მოყვარულთა მარში. აი ესეთ რაღაცებს აკეთებენ რომ დაანახონ რომ აი ხედავთ საზოგადოების რაღაცა აბსურდული ნაწილის კი რომელიც ეგეთი მოყვარულთა მარში არსად არ გამიგონია სხვათა შორის აი ესეთ რაღაცებსაც აკეთებენ. რეალისტიც არის მარში. ხო, აი ეგეთი რაღაცებს აკეთებენ და ანუ ქმნიან იმას რომ იცით დაანახონ და ეს ყველაფერი როგორ კეთება ეს პიკს აწევს როცა უნდა შეიკრიბოს ან ევროპარლამენტი ან უნდა შეიკრიბოს ევროკომისია რომელმაც უნდა იმჯეროს საქართველოს სანქციების დაწესება არ დაწესებაზე რომ დაანახოთ თურმე საშინელი ეს არის დაძაბულობა და პროტესტი საქართველოში და მე რეკავს ქალბატონი სალომე და ურეკავს მაკრონს ტელეფონი და ეთქვის რომ მიშველეთ ხარი დამიჭირეთ რაღაცა გამოვალ ვიტყვი და ისიც ვერ უთხრა ისიც ხმასაც აპირებდა და მეორე ხა კარგად დააკვირდით ვინ არის პირდაპირ ჩვენი მოწინააღმდეგე ხო განსაკუთრებით ხო რომელი ქვეყნები ეს არის ბალტიისპირეთი პოლონეთი და მარტივად დავსვათ აი რატომ არიან ისინი ჩვენი ესეთი განსაკუთრებული მოწინააღმდეგე განსაკუთრებული ჭკუის მასწავლებლები ან ისტორია აქვს მეტიჩუეზე ან გამოცდილება აქვს ან რაღაც განათლებული არიან ჩვენ საზოგადოებაზე მეტად განათლებული არიან ისინი პოსტაბჭოური რესპუბლიკები არიან ისინი და ნუ არ ვიცი ხა არ მინდა შეურაცხყოფის რაღაც ნაწილში გადავიტანო ერთადერთი მიზეზია კარგად ხომ უნდა მივხვდეთ იმიტომ რომ მათ აწყობთ ისინი იციან რუსეთის საზღვარი სად გადის იქვე ბელორუსი არის და ასე და მათ აწყობთ რომ სამხრეთ ნაწილში დაძაბულობის ახალი კერა შეიქმნას რომ მათი მოქმედების თავისუფლება გარანტირებული იყოს ეს არის მათი პირადი ინტერესი არის ეს აი პირადი ინტერესი თუ გინდათ სახელმწიფო მათი სახელმწიფოების რაღაც პერსპექტივიდან გამომდინარე. თქვენ მართლა გონიათ რომ ისინი ჩვენთან რაღაც მხარს უჭერენ ჩვენ ქვეყანას? ან გული შეტკივათ საქართველოში დემოკრატიამ უკან დაიხია და საქართველოს უკან ესე იგი ევროპული ინტეგრაციის პროცესზე უარი თქვა და ასე შემდეგ. არსად არ ყოფილა ეგეთი რამ. არსად არ ყოფილა ძალიან კაფიოთ უნდა თქვას იგივე ხელისუფლებამ და მიწეროს წერილი პირდაპირ რა თუნდა ეს მიტინგებზე და იმაზე პრეს კონფერენციებზე ოფიციალურად მიწერონ ევროკავშირს ევროპარლამენტს რომ ჩვენ მზადა ვართ ხელი მოვაწეროთ მოლაპარაკებების დაწყებას ევროკავშირში გაწევრიანებ მზადა ვართ მოგცენეს არ გვაძლევენ აი ეს უნდა გამოიკვეთოს და ყველა მიტინგზე რომ კაცი გამოდის ხო უნდა დაინახოს რომ ეს არის თამაში არავინ ამას არ გვაძლევს ეს არის თამაში პირდაპირ თქვა მაკრონმა პირდაპირ თქვა ეს საქართველოს სად ყოფილაო არ ესაზღვრებაო იმას ევროკავშირს მაკრონმა თქვა რომ არ ესაზღვრებაო დახედა რუკას რა ეთქობა გაიხსენა ეს მე მგონი მაგის მეუღლე გეოგრაფიის მასწავლებელი იყო არა მაგის თუ არ ვწდები რა სარკაზმით მე სექსუალი მგონია ხო არა რაღაც ეგეთი ინფორმაცია მქონდა ეთქობა გაახსენდა ეს რა ქვია რომ თურმე საქართველოს არ ესაზღვრება და ეხლა წარმოიდგინეთ პირდაპირ გეტყვით აბა ნახეთ რა კვლევებია რას ამბობენ ექსპერტები ის ადამიანები რომლებიც ამზადებენ გადაწყვეტ გაფართოებაზე რა მოკლედ ვიტყვი არ იხილავენ საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ეს არის თამაში, არ იხილავენ, არა გვაქვს საზღვარი და არ იხილავენ. ეს ერთი მომენტი, მეორე. აი, მოდით ვნახოთ რა ხდება ევროკავშირში.
ის ევროკავშირი, რომელიც ჩვენ 20 წლის წინ დავდიოდით, რამხელა სხვაობა იყო, იმიტომ ჩვენ დავინგერით, რო იტყვიან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოგვეშალა მთლიანად საფუძვლები და ახლიდან დავიწყეთ და დღეს ბევრ ამის მივახციეთ. მინდა პირდაპირ გითხრათ, ზოგიერთი იგივე რუმინეთის, ბულგარეთის და სხვადასხვა ქვეყნებთან მიმართებაში საქართველოს ბევრად უკეთესად გამოიყურება. ნახეთ რა სერვისებია და ნახეთ რა ხდება. ნახეთ საერთოდ როგორი საგადასახადო სისტემაა და რა გადასახადებია ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ გაზზე, იმაზე, ესე იგი წყლის მოხმარებაზე, ნახეთ რა არის ევროპაში გადასახადი, რა არის ჩვენთან. რა თქმა უნდა, დავდოთ მე რა არის ჩვენთან ხელფასი, რა არის იქ. და აი შევადაროთ, ჩვენი პირობები არის თუ არა, აი რომელია, რაღაც ილუზიაში გვაცხოვრებენ და გვეუბნებიან, რომ იცით, უიმე სასწაულად უკეთესობა არის იქ. ჩვენთან თურმე არაფერი იქ მარტო იქ შეიძლება სწავლა, აქ ვერაფერს ვერ იცი ადამიანს თუ უნდა სწავლა, ისწავლის.